ოდესმე შეგიხედავთ თქვენს ანარეკლს და გიგრძვნიათ, რომ რაღაც დახვეწილი შეიცვალა, რომ დრომ ჩუმად შეცვალა სახე, რომელიც უკან გიყურებთ. სამყარო ახლა უფრო სწრაფად მოძრაობს, ურთიერთობები ვითარდება და სხეული, რომელიც ოდესღაც ძალისხმევის გარეშე ჩანდა, უცხოდ იწყებს შეგრძნებას. დაბერება ცვლილებებით ახსავსე მოგზაურობაა და ზოგჯერ შეიძლება ბრძოლას დაემსგავსოს. თითქოს რაღაც მუდმივად ართმევე. მაგრამ რა მოხდება, თუ ბრძოლა თავად დაბერებასთან კი არა, მის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. უძველესი სიბრძნე გვასწავლის, რომ ტანჯვა მაშინ ჩნდება, როდესაც სიცოცხლის ბუნებრივ მოძრაობას ვებრძვით. ყველაფერი იცვლება და ეს ჭეშმარიტება არ არის ჩვენი შეშინების მიზნით. ის ჩვენი გათავისუფლების მიზნითაა შექმნილი. ჩვენ ძლებს ვატარებთ იმის მცდელობაში, რომ შევინარჩუნოთ მომენტები, გარეგნობა და იდენტობა, რომლებიც უცვლელი ვერ დარჩება. თუმცა, დაბერების არ უნდა გვეშინოდეს. მისი მიღება შესაძლებელია. როდესაც გაგებით მიიღება, ისავლენს სიღრმეს, მნიშვნელობას და მშვიდ სილამაზეს. შემდეგ არის რეფლექსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაბერების შერბილებას, არა როგორც დანაკარგს, არამედ როგორც რაღაც უფრო მდიდარ და სრულყოფილად გადაქცევას. ერთ-ერთი ყველაზე რთული გაცნობიერება ის არის, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დაგვივიწყებენ, ვიდრე ველით. შრომა, რომელშიც თავი ჩავდეთ, როლები, რომლებსაც ვთამაშობთ, ისტორიები, რომლებსაც ყვებით, საბოლოოდ მეხსიერებიდან ქრება. თავიდან ეს აზრი შეიძლება მძიმედ და მტკივნეულადაც კი მოგეჩვენოთ. ცხოვრების დიდი ნაწილი იმ რწმენით იხარჯება, რომ ჩვენი ძალისხმევა მუდმივ კვალს დატოვებს. მაგრამ დრო ამის მიუხედავად წინ მიდის. ადამიანები დაკავებულები ხდებიან, გზები იფანტება და ყურადღება სხვაგან გადადის. სიბრძნე გვახსენებს, რომ მუდმივი მეს იდეა ილუზია. ისევე, როგორც ტალღები მაღლა იწევს და ეცემა ფორმაზე მიკვრის გარეშე, ჩვენც ვჩნდებით და მივდივართ, ნაზ ეფექტებს ვტოვებთ. ცხოვრების მიზანი არ არის გვახსოვდეს, არამედ სრულად ყოფნა. როგორც მდინარე, რომელიც წყლის ცვლილების მიუხედავად მიედინება, ის, რაც ნამდვილად რჩება, არ არის სახელი, არამედ ჩვენი ქმედებებით შექმნილი მოძრაობა. სიკეთე, ზრუნვა და თანაგრძნობა არ ქრება, როდესაც მოგონებები ქრება. ისინი მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას, რომელსაც შეეხო. შეიძლება არ გახსოვდეს ყველა ადამიანი, ვინც ოდესღაც დაგეხმარა, მაგრამ მათი გავლენა მაინც ცოცხლობს იმაზე, თუ ვინ ხარ დღეს. როდესაც გახსენების საჭიროება გაქრება, აწმყოში კარგად ცხოვრება საკმარისი ხდება. ზრუნვასთან ერთად გატარებული ცხოვრება კვებავს სხვებს და ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც არ საჭიროებს აღიარებას. წლების გასვლასთან ერთად, სხეული იწყებს ცვლილებას ისე, რომ შეიძლება იმედგაცრუება ან თუნდაც უსამართლობაც კი შეგხვდეთ. მოძრაობები, რომლებიც ოდესღაც თავისთავად მიღებულად ითვლებოდა, ახლა სიფრთხილეს მოითხოვს. ენერგია უფრო სწრაფად ქრება. ეს შეიძლება ღალატად აღიქმებოდეს, მაგრამ ეს უბრალოდ ბუნების განვითარებაა. ისევე, როგორც სეზონები ცვლის ლანდშაფტს, დრო ცვლის სხეულს. ტანჯვა მოდის არა ცვლილებისგან, არამედ იმისგან, რაც ოდესღაც იყო. სხეული არ არის მტერი. ის ერთგული თანამგზავრი იყო ყველა გამოცდილების განმავლობაში, გატარებდა სიხარულს, სტრესს, ავადმყოფობას და გამოჯამრთელებას. წყენის ნაცვლად ის მადლიერებას იმსახურებს. კარგად დაბერება არ ნიშნავს ახალგაზრდობის დაბრუნებას, არამედ იმ სხეულის მოვლას, რომელშიც ახლა ცხოვრობ. ნაზი მოძრაობა, დასვენება, კვება და მოთმინება პატივისცემის აქტებად იქცევა. მაშინაც კი, როდესაც ძალა ქრება, მიზანი არ ქრება. ცვალებად სხეულს მაინც შეუძლია შეინარჩუნოს სიბრძნე, სითბო და სიყვარული. სისუსტე არ ამცირებს მნიშვნელობას. სანამ სუნთქვა, არსებობს ღირებულება. როდესაც სხეულს ექცევიან როგორც სანდო მეგობარს და არა როგორც წარუმატებელ მანქანას, მშვიდობა იწყებს იმედგაცრუების ჩანაცვლებას. დროთა განმავლობაში ურთიერთობებიც იცვლება. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც თქვენს დღეებს ავსებდნენ, შეიძლება ნელ-ნელა გაქრნენ. მეგობრები შორდებიან ერთმანეთს, ოჯახები დაკავებულები ხდებიან და ზოგიერთი კავშირი ახსნა განმარტების გარეშე წყდება. ადვილია საკუთარი თავის დადანაშაულება, იფიქრო, რომ საკმარისი არ იყავი. მაგრამ ურთიერთობები, როგორც ყველაფერი, დროებითია. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული დროით შემოდიან. გზის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ჩვენს გვერდით დადიან და შემდეგ საკუთარ გზას აგრძელებენ. სიყვარული არ ნიშნავს ფლობას და კავშირი არ იძლევა მუდმივობის გარანტიას. მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რამდენ ხანს დარჩა ვინმე, არამედ ის, რომ ის საერთოდ იქ იყო. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები მიდიან, ის, რაც მათ გასცეს, რჩება.
სიცილი, გაკვეთილები და გაზიარებული მომენტები ჩაქსოვილია იმაში, თუ ვინ გახდით. იმის ნაცვლად, რომ ჩაეჭიდოთ იმას, რაც წარსულს, სიბრძნეა იმის დაფასებაში, რაც ჯერ კიდევ არსებობს. დააფასეთ ისინი, ვინც რჩებიან და ღია იყავით ახალი კავშირებისთვის. ასაკის მიუხედავად, ცხოვრება კვლავაც გთავაზობთ კუთვნილების მომენტებს, თუ გული მზად არის მათი მისაღებად. ასევე დგება მომენტი, როდესაც სარკეში უცნობი ადამიანი აირეკლება. კანი რბილდება, თმა იცვლება და დროის ნიშნები თვალსაჩინო ხდება. საზოგადოება მოგვიწოდებს, წავშალოთ ეს ნიშნები, ვეძიოთ ახალგაზრდობა, თითქოს დაბერება წარუმატებლობა იყოს. მაგრამ ნამდვილი სილამაზე არასდროს ეკუთვნოდა მხოლოდ გლუვკანს. სილამაზე ღრმავდება თანდასწრებით, სიკეთითა და გაგებით. ასაკის ნიშნები არ არის ნაკლოვანებები. ისინი გამოცდილების დასტურია. ახალგაზრდული სილამაზე ხანმოკლეა, მაგრამ ასაკის ღირსება მშვიდ ძალას ატარებს. დროთა განმავლობაში სილამაზე ხილულიდან გრძნობად გარდაიქმნება. უფროსები, რომლებსაც აღფრთოვანებულები ვართ, იშვიათად აღფრთოვანებულნი არიან ახალგაზრდულად გამოჩენის გამო, არამედ მათი ხმის სიმშვიდის, მოთმინების მოსმენისა და თვალებში სიბრძნის გამო. სილამაზის ეს ფორმა არ შეიძლება შეიქმნას ან აღდგეს. ის ცხოვრებით მოიპოვება. როდესაც დაბერება მიიღება, გარეგნობა კარგავს თავის ძალას, განსაზღვროს ღირებულება და მის ადგილს უფრო ღრმა თავდაჯერებულობა იკავებს. წლების დაგროვებასთან ერთად, დანაკარგი უფრო ხშირი ხდება. საყვარელი ადამიანები გვდებიან, ზოგჯერ ერთმანეთის მიყოლებით და მწუხარება ახალი გზებით წყდება. ეს ტყივილი არ არის ის, რაც უნდა დაიძლიოს, არამედ ის, რაც უნდა გადაიტანოს. სიყვარული სიკვდილით არ მთავრდება. ის მეხსიერებაში, გავლენასა და იმ ცხოვრების წესში გრძელდება, რასაც ვკარგავთ. მწუხარება ყველას გვეკუთვნის და ამის გაცნობიერება მწუხარებას არ აქრობს, მაგრამ იზოლაციას არბილებს. როდესაც ადამიანს საქმეებით, ღირებულებებითა და სიკეთით იხსენებენ, ის ჩვენს გვერდით რჩება. მიზანი არ არის წინსვლა, არამედ წინსვლა მნიშვნელოვანი სტარებით. მწუხარება არსებობს, რადგან სიყვარული რეალური იყო. წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, მწუხარება შეიძლება მადლიერებად გარდაიქმნას იმისთვის, რომ საერთოდ გიყვარდა. დაბერება მეტ დამშვიდობებას მოაქვს, მაგრამ ასევე ავლენს, თუ რამდენად ღრმად იყო ცხოვრება გატარებული. დაბერება სასჯელი არ არის. ეს იმის დასტურია, რომ გადაიტანე, ისწავლე და გიყვარდა. ყოველი წელი გაკვეთილებს ატარებს და ყოველი ცვლილება მიღებულ გამოცდილებას ასახავს. შიში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც დაბერებას მტრად აღიქვამენ. როდესაც ცვლილება მიიღება, მშვიდობა შესაძლებელი ხდება. დაბერება არ არის ის, რასაც ართმევენ, არამედ ის, რასაც აძლევენ. კითხვა ისმის, დრო წინააღმდეგობას შეხვდება თუ გახსნილობას. როდესაც მიღება შიშს ცვლის, ცხოვრება არ მცირდება. ის ღრმავდება. დაბერება არ არის ისტორიის დახურვა, არამედ გვერდის გადახვევა. შემდეგ ყველაფერი ახალგაზრდობაზე კი არა, სიბრძნეზე, ყოფნასა და იმ მადლით არის ჩამოყალიბებული, რომლითაც მოგზაურობა გრძელდება. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.